ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ქუჩაში სეირნობისას ერთხელ მაინც არ უნახავს შენობების კედლებსა და გადასასვლელებზე დატანილი ნახატები. ეს თრითარდია, თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება. იგი უძველეს დროში იღებს სათავეს. ჯერ კიდევ გამოქვაბულში მცხოვრები ადამიანი კედლებზე ნადირობის და ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ სცენებს გამოსახავდა. ძველი რომაელები შენობის კედლებზე ამოკაწრავდნენ ხოლმე სხვადასხვა ფრაზებს და პოლიტიკურ სლოგანებს. საუკუნეების განმავლობაში ხელოვნება ადამიანისთვის თვით გამოხატვის უალტერნატივო საშუალება იყო. ასეა დღესაც. ადამიანი გამუდმებით ისწრაფვის ასახოს და სხვებს გადასცეს ის, რასაც შინაგანად განიცდის. ქუჩა კი ის ადგილია, სადაც ყველაზე დიდ აუდიტორიას შეგვიძლია მივაწვდინოთ ჩვენი ხმა. თანამედროვე გრაფიტის ისტორია მეორე მსოფლიო ომის დროს იწყება. 1942 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთმა მუშამ სახელად კილროიმ ბომბებით სავსე ყუთებზე გააკეთა წარწერა. აქ იყო კილროი. მოგვიანებით კილროის ახირება ევროპელმა ჯარისკაცებმაც აიტაცეს და შენობების კედლებზე თავიანთი სახელები ამოტვიფრეს. მალე წარწერებს ნახატებიც დაემატა. ასე გაჩნდა თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ახალგაზრდული და ეპატაჟური მიმდინარეობა – გრაფიტი. სამოცდაათიან წლებში გრაფიტით გაივსო ფილადელფიის და ნიუ-იორკის ქუჩები. ნახატები ძირითადად ქალაქის ღარიბულ გარეუბნებში ჩნდებოდა. ახალგაზრდა რეიტარები ღამით იპარებოდნენ მატარებლის სადგურებში და ვაგონის კედლებს ხატავდნენ. ჩუმად იკრიბებოდნენ ქალაქის რომელიმე შენობასთან და დილით გამვლელებს მორიგი ნახატი ხვდებოდათ კედელზე. ნახატებში ისინი აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას და გამოხატავდნენ პროტესტს სოციალურ პრობლემებზე. ამის გამო ხშირად ხვდებოდნენ პოლიციაში და ქალაქის ხელისუფლებასთანაც გამუდმებულ კონფლიქტში იყვნენ. თუმცა ეს წინააღმდეგობები რეიტერებისთვის ნამდვილი შთაგონების წყარო იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამაში ისინი ერთგვარ აზარტსაც კი პოულობდნენ. 80-იანი წლების ჰიპებისთვის თრითარტი თვითგამოხატვის ყველაზე მასშტაბური და თავისუფალი პლატფორმა გახდა. ხელოვნების ახალ მიმართულებას საზოგადოების დიდი ნაწილი უბრალო გართობად მიიჩნევდა, თუმცა 80-იან წლებში ეს ტენდენცია კარდინალურად შეიცვალა. ასპარეზზე გამოჩნდნენ სტრით-არტის ნამდვილი კორიფეები. ჟან-მიშელ ბასკია, ბენქსი, ენდი უორჰოლი, ლოურენს ვაინერი, კით ჰარინგი და სხვები. მათმა ნამუშევრებმა ქუჩიდან გალერეებში გადაინაცვლა. 1991 წელს მოეწყო გამოფენა, რომელშიც სხვა ცნობილ მხატვრებთან ერთად ახალგაზრდა რეიტერების ნამუშევრებიც გამოიფინა. ჟურნალმა Art Forum-მა კი მიმდინარეობას ვრცელი სტატია მიუძღვნა. სად არ წააწყდებით გრაფიტს? შენობების კედლებზე, მატარებლის ვაგონებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებზე. ზოგჯერ ძალიან მოსაწყენ და უსახურ გარემოში გრაფიტს თავისი ფერადოვნება და მხიარულება შემოაქვს. ზოგჯერ დაგვაფიქრებს, ზოგჯერ გვაღიზიანებს კიდეც. ასეა თუ ისე, გრაფიტი თანამედროვე ქალაქის განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა რიგ ქვეყნებში გრაფიტის დატანა მუნიციპალურ და ისტორიულ შენობებზე დღესაც კრიმინალად ითვლება და კანონით აკრძალულია. გრაფიტის ესთეტიკა მკვეთრად განსხვავდება კლასიკური ფერწერისგან. იგი მოწოდებითი ხასიათისაა და როგორც წესი, მისი მიზანია იმ წუთიერი მოვლენების, სოციალური და პოლიტიკური პრობლემების, საზოგადოების საყოველთაო პროტესტის გამოხატვა. მისთვის დამახასიათებელია მკაფიო გამოსახულება, მონუმენტური მასშტაბები, მჟღერი ფერები და დეტალების სიმცირე. როგორც წესი, გრაფიტი იქმნება აეროზოლური საღებავებით. შიგადაშიგ მხატვრები იყენებენ შერეულ მასალას. იმისთვის, რომ ნახატი სწრაფად დაესრულებინათ და სამართალდამცავებისგან გაქცევაც მოესწროთ, რეიტერები ხშირად იყენებდნენ ეგრეთ წოდებულ ტრაფარეტებს. 1977 წელს მანჰეტენზე გაჩნდა უცნაური შინაარსის წარწერები და სკანდალური პერიფრაზები, ხელმოწერით სეიმო. მალე გაირკვა, რომ ეს წარწერები შავკანიან ბრუკლინელ ახალგაზრდას და სტრით-არტის ლეგენდას, ჟან-მიშელ ბასკიას ეკუთვნოდა. გრაფიტზე მუშაობა ბასკიამ 17 წლის ასაკში დაიწყო.
სეიმო მის მიერ გამოგონილი ერთგვარი ბრენდი იყო, რომლითაც იგი თავის ნამუშევრებს ხელს აწერდა. მისი ნამუშევრები გამოირჩევა სპონტანურობით და შეუსაბამობებით. ქაოტური გამოსახულებები, კომიქსები, ისტორიული ჩანართები და გაურკვეველი სიმბოლოები რებუსივით არის და მრავალ კითხვას გვიჩენს. მხატვრის პირველი გამოფენა ტაიმს-სკვერის ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში შედგა. გარდა შემოქმედებითი ნიჭისა, ბასკიას არაორდინალურმა ხასიათმა და გავლენიანმა მეგობრულმა წრემ მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი გააორკეცა და უმოკლეს დროში არნახული პოპულარობა მოუპოვა. მალე მისი ნამუშევრები კოლოსალურ თანხად იყიდებოდა სხვადასხვა აუქციონზე. მის შემოქმედებაზე ხშირად დაობდნენ. არის კი ეს ხელოვნება, თუ უბრალო ახალგაზრდული გატაცებაა. ზოგმა შეიძლება იფიქროთ, ასე ხომ მეც დავხატავდიო. მაგრამ იქნებ სწორედ ამაშია ხელოვნების ძალა, დაგვაფიქროს, დაგვაეჭოს, კითხვები გაგვიჩინოს და გვაპოვნინოს სამყაროს არა მხოლოდ მშვენიერი, არამედ მისი ბნელი მხარეები. უსახელო, ბასკიეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარი. სოტბის აუქციონზე ნახატი $100 მილიონ შეფასდა და იგი იაპონელმა მილიარდერმა იუსაკუ მოეძავამ შეიძინა. ფართედ გაღებული პირით და დაჭყიტილი თვალებით მომზირალი სახე მხატვრის დაუოკებელი ენერგიის, ბრაზისა და აჯანყების მატერიალური განსახიერებაა. ბასკია ხშირად გამოხატავდა პროტესტს შავკანიანთა დისკრიმინაციაზე. გასაკვირი არ არის, ის ხომ პირველი შავკანიანი იყო, ვინც ასეთი აღიარება მოიპოვა ამერიკულ საზოგადოებაში. ლაჰარა, ბასკიას კიდევ ერთი ცნობილი ნამუშევარი. ნახატი 1981 წელს ნიუ-იორკის ისტორიულ უბანში, სოჰოშია შექმნილი. ამ დროს ბასკია მთლიანად სტრით არტით იყო გატაცებული და ხშირად ხატავდა ნიუ-იორკის პრესტიჟულ უბნებში. ლაჰარა ირლანდიული გვარის, ოჰარას პუერტორიკოული ინტერპრეტაციაა. ასე უწოდებდნენ პუერტორიკოელები გასულ საუკუნეში პოლიციელს. სურათზე თეთრკანიანი სამართალდამცველია წარმოდგენილი. მისი სახე მრისხანე მონსტრის ნიღაბს მოგვაგონებს. ქაოტური მსხვილი მონასმებით და ერთმანეთში არეული კონტრასტული ფერების კომბინაციით მხატვარი გამოხატავს შავკანიანის მიერ დანახული თეთრი პოლიციელის მრისხანე სახეს. ბენქსი. მისი სახელი ყველა მიცის, თუმცა თავად მას არავინ იცნობს. ის არ იძლევა ინტერვიუებს და არასდროს ჩნდება საკუთარ გამოფენებზე. 2002 წელს ლონდონში ტემზაზე ერთ-ერთ ხიდზე გაჩნდა ბენქსის ლეგენდად ქცეული გრაფიტი გოგონა საჰაერო ბუშტით. ჩვენ ვხედავთ გოგონას, რომელიც სევდიანად გასცქერის გულის ფორმის ალისფერ ბუშტს. ბუშტი სიმბოლოა ოცნების, სიყვარულის, ბავშვობის, რომელიც გაფრინდა. ომისა და ძალმომრეობის ეპოქაში ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან. ომი აიძულებს მათ მალე გაიზარდონ. ბავშვური ოცნებები კი დაივიწყონ. 2006 წელს ბენქსმა ამავე გრაფიტის ფერწერული ასლი შექმნა. 2018 წლის 5 ოქტომბერს ნახატი სოტბის აუქციონზე გაიტანეს. როგორც კი ნახატი გაიყიდა ბენქსისვე სურვილით, ჩარჩოს ქვეშ დამონტაჟებული საჭრელით, ნახატი მნახველების წინაშე ნაკუწებად აქციეს. მოგვიანებით ბენქსმა ეს ქმედება ასე ახსნა. ძალადობაც ადამიანის შემოქმედების ნაყოფია. გოგონა საჰაერო ბუშტით თანამედროვე ხელოვანების შთაგონების წყაროდ იქცა და არაერთ მხატვრულ სახეს დაედო საფუძვლად კინოსა და ფოტოგრაფიაში. ბენქსის ნამუშევრები სავსეა ახალგაზრდული ენერგიით და პათოსით. ყველგან ჩანს დაპირისპირება კეთილ და ბოროტ ძალებს შორის. ბენქსი დაუფარავად გამოხატავს პროტესტს სოციალურ პრობლემებზე. აკრიტიკებს ხელისუფლების მანკიერ ქმედებებს და გმობს ყოველგვარ ძალადობას. აი მისი კიდევ ერთი შედევრი, უფრო სწორად მანიფესტი. მე ამბოხე აქტივისტი ისვრის თაიგულს, არადა მგონი მოლოტოვის კოქტეილი უნდა ეჭიროს ხელში. ეს კი სცენაა კვენტინ ტარანტინოს საკულტო ფილმიდან მაკულატურა. ფილმის გმირებს იარაღის ნაცვლად ბანანი უჭირავთ ხელში. ქალაქის მუნიციპალიტეტმა ჩათვალა, რომ გრაფიტი სისასტიკის ელემენტებს შეიცავდა და ნეგატიურ გავლენას ახდენდა მოქალაქეებზე. ამიტომ 2007 წელს ქალაქის დასუფთავების სამსახურმა ნახატი
წაშალა. ბენქსმა არ დააყოვნა და გრაფიტის ახალი ვერსია შექმნა. ამჯერად პერსონაჟებს ხელში ნამდვილი იარაღი უჭირავთ, ტანთ კი ბანანის სამოსი აცვიათ. ნამდვილი რევანშია. თუმცა ეს გრაფიტიც წაშალეს და ამავე კედელზე ბიჭმა ფსევდონიმით ოზონი ასეთი წარწერა დატოვა: თუ შემდეგი ნახატი უკეთესი იქნება, მე მას დავტოვებ. მალე გაირკვა, რომ ოზონი მორიგი გრაფიტის ხატვისას ლონდონის მეტროში მატარებლის ქვეშ მოყვა და ადგილზე დაიღუპა. ამის შემდეგ ამავე კედელზე გაჩნდა ბენქსის მორიგი გრაფიტი ოზონის ანგელოზი. ანგელოზს ჯავშან ჟილეტი აცვია და ხელში ადამიანის თავის ქალა უჭირავს, თავზე კეპით. ბენქსი გამუდმებით შეახსენებს საზოგადოებას, რომ ნებისმიერი კონფლიქტის გადაწყვეტა შესაძლებელია მშვიდობიანი გზით. იგი ეხმაურება პალესტინის ომს, ბავშვთა უფლებებს, ეკოლოგიურ პრობლემებს. უყურადღებოდ არ რჩება 21 საუკუნის გლობალური სენიც, სოციალური ქსელები და მათზე დამოკიდებულება. კომიქსები და სტრით არტის ლეგენდის კით ჰარინგის ეს ფერადი მოცეკვავე კაცუნები ათასობით მოზარდის შთაგონებად იქცა. ჰარინგი გამოეხმაურა 90-იანი წლების ახალგაზრდების ახალ ვნებას, ცეკვას. მისი ფერადი კაცუნები ბრეიკდანსს ცეკვავენ და საყოველთაო მხიარულების ფერხულში გვაბამენ. ამავე კაცუნების სხვადასხვა ვარიაციებით ჰარინგმა გამოხატა თავისი დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. ტუნისელმა ფრანგმა ელსიდმა კი თავის ნახატებში არაბული კალიგრაფია გამოიყენა და ასე დაგვანახა საკუთარი ქვეყნისადმი სიყვარული. ეკოლოგიურ პრობლემებს ეხმიანებიან პოლ კერტისი, კრისტიან რებეჩი და პაბლო ტონი. პორტუგალიელი მხატვარი ბორდალო ნამუშევრებს საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან ქმნის და მწარედ აკრიტიკებს მომხმარებლურ საზოგადოებას, რომლის კომფორტის ხარჯზეც სამყარო გაივსო საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. მოკლედ, გრაფიტის თემები ამოუწურავია, გამოსახვის საშუალებები კი მრავალფეროვანი. 80-იანი წლების ბოლოს საქართველოშიც გაჩნდა სტრით არტის პირველი ჩანასახები. ამ დროს ახალგაზრდა არტისტებში განსაკუთრებულად იმატა დასავლური კულტურით დაინტერესება. ახალგაზრდები კონსპირაციულად იკრიბებოდნენ ერთმანეთის ოჯახებში და უსმენდნენ ბიტლზებს, ჰარდ როკს და ჯაზს. საუბრობდნენ თანამედროვე ხელოვნებაზე, კინოზე, მუსიკაზე და თავისუფლებაზე. 1987 წელს თბილისში, სასტუმრო ივერიის მიწისქვეშა გადასასვლელის კედლებზე პირველი ნახატებიც გაჩნდა. მერე იყო სხვა მცდელობებიც, მაგრამ ეს მხოლოდ პატარ-პატარა გამონათებები იყო. ხელისუფლება ისე მძლავრად აკონტროლებდა ქალაქის ურბანულ სივრცეს, რომ რაიმე ღირებულის შექმნა ხელოვნების ამ მიმართულებით ვერ მოხერხდა. თუმცა დღეს საქართველოში არაერთი საინტერესო სტრით არტისტი მოღვაწეობს, რომელთა ნამუშევრებიც ამშვენებს თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ქუჩებს. გრაფიტს შეხვდებით საკურორტო ზონებშიც, ზოგჯერ ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებშიც. აკადემიური მხატვრობისგან განსხვავებით, სტრით არტისტების სახელები ნაკლებად არის ცნობილი, თუმცა რამდენიმე მათგანი ნამდვილად ღირს ავღნიშნოთ. გიორგი გაგოშიძე ფსევდონიმით გაგოშა, მუსია ქებურია, ბაჩა ხოფერია, თამუნზი და სხვები. უკვე რამდენიმე წელია საქართველოში იმართება სტრით არტის ფესტივალი, რომელშიც ქართველ მხატვრებთან ერთად უცხოეთიდან ჩამოსული არტისტებიც იღებენ მონაწილეობას. მართალია მათი ნამუშევრები მილიონებად არ გაყიდულა, მაგრამ თავისი გულწრფელობით და შესრულების ხარისხით ზოგიერთი მათგანი თამამად შეგვიძლია დავაყენოთ ბენქსისა და ბასკიას გვერდით. საზოგადოების ნაწილი სტრით არტს დღესაც სკეპტიკურად უყურებს.
ასეა თუ ისე გრაფიტი თანამედროვე ქალაქის ურბანული გარემოს ნაწილი გახდა. აქ არ არის შეზღუდვები, მთავარია სათქმელი. დანარჩენი კი მხატვრის ფანტაზიაზე და მისი პიროვნული თავისუფლების ხარისხზეა დამოკიდებული.